რეკლამის შემდეგ სტუმართან ერთად გიბრუნდებით. თენგიზ აფხაზავა საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური კომისიის განვითარების თავმჯდომარეა ჩვენთან სტუმრად. მოგესალმებით ბატონო თენგიზ, მადლობთ რომ მოგბრძანდით. მოკლედ, რამდენიმე დღის წინ გაიმართა საჯარო დისკუსია, რომელზეც თქვენ წარადგინეთ მოხსენება. თუ შეგიძლიათ რომ გვითხრათ, აი რაზე იყო აქცენტირებული უფრო დეტალურად? პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისათვის. პირველად ვარ თქვენი ტელეკომპანიის სტუმარი და მინდა წარმატებები გისურვოთ. რაც შეეხება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბოილის ფონდის მიერ გამართულ თემატიკას, ეხებოდა ქალაქის ურბანული განვითარების სტრატეგიას და მასზე სამოხსენებელი იყო ერთ-ერთი მე წარვადგინე პრეზენტაცია, რომელშიც შევეცადე წარმომეშინა ის პრობლემები, რომლებიც თან ახლავს ესოდენ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიის შემუშავებას. ძალიან ისეთი ასრთა სხვადასხვაობა იყო, თქვენ ესწრებოდით ალბათ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველა ექსპერტი თანხმდება ერთ რამეზე, რომ სტრატეგიის შექმნა თვითონ არის საკმაოდ შრომატევადი სამუშაო, რომელსაც სჭირდება საკმაოდ კვალიფიციური მაღალპროფესიონალური გუნდის ჩამოყალიბება პირველ რიგში და სანამ სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყება, კონკრეტული კონცეპტუალური ასპექტების ჩამოყალიბება, თუ რას ფიქრობ შე როგორ უნდა გავვითარდეთ. და კიდევ ერთი, რაშიც ვერავინ ვერ გადამარწმუნებს, ნებისმიერი ქალაქის, რეგიონის თუ ქვეყნის ურბანული განვითარების სტრატეგია, ეს არის მთლიანად ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო კომპონენტი. ამიტომ აქედან გამომდინარე, ჩემი, ვთქვათ, გამოსვლა სწორედ ამაზე იყო აგებული. და თქვენ ახსენეთ მაშინ რომ საჭირო არის ამ პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვა. მე ვთქვი რომ კარგი იქნება და რატომ მე გეტყვით, ამას ჰქონდა თავისი წინაპირობა. დიახ, იქ შეგითხრა დაისვა რომ წინა საარჩევნო პერიოდში იყო ქალაქ ბათუმის მერის მხრიდან გაკეთებული, ვთქვათ, დასმული საკითხი, რომ ჩვენ დავიწყებდით მუშაობას ქალაქის ურბანული განვითარების სტრატეგიაზე. მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი დაიწყო და დაიწყო ეგრეთ წოდებული აქტივების რუკის პროექტი. ანუ ტენდერი უკვე ჩატარებულია, გამარჯვებული ცნობილია, ეს არის ძალიან სერიოზული კომპანია, რომელიც სექტემბრის ბოლოსთვის უკვე დადებს ამ გამზადებულ პროექტს, რაც აქტივების რუკა ქვია. რას ითვალისწინებს აქტივების რუკა? ეს არის ყველა მატერიალური და არამატერიალური აქტივის დათვლა, მისი სისტემატიზაცია, ანუ სხვადასხვა უჯრედებში ჩალაგება, ესე ვთქვათ, კონცეპტუალური ასპექტების ჩამოყალიბება, თუ როგორ უნდა იქნეს მართული ეს აქტივები და შემდგომ უკვე პროგრამული მართვა მისი გაწერილი, ვიზუალური ციფრული რუკების შექმნა თავისი ცხრილებით, რომელიც მუდმივად განახლებადი იქნება და ბოლოს ეს არის მიბმა მისი ბიუჯეტზე, რათა ეფექტურად მოხდეს ბიუჯეტის განკარგვა. ეს არის, როგორ გითხრათ, უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც დაედება საფუძვლად სწორედ ურბანული განვითარების სტრატეგიის შემუშავებას. თუ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით, თუ ჩვენ ამას უბრალოდ არ გავაკეთებდით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ურბანული განვითარების სტრატეგიის შექმნაზე ლაპარაკით არ რჩებოდა მხოლოდ საუბრად და მეტი არაფერი. და ბატონო თენგიზ, თქვენ როგორც მომხსენებელი და როგორც კომისიის თავმჯდომარე, აი დღევანდელ ქალაქში რა პრობლემებს ხედავთ? ბუნებრივია ბოლო ათწლეულება ბევრი პრობლემა მოიტანა ქალაქში. და მე მინდა გითხრათ, რომ აი ურბანული განვითარება ზოგადად სივრცით განვითარებას გულისხმობს. სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა გამოცდილება არსებობს ესეთი პრობლემების დაალაგების. მაგალითად, საქართველოსთვის მე ავირჩევდი ევროპულ მოდელს, სადაც კარგად არის ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული სივრცითი განსახლების მოდელი და ჩვენ ეს მოდელები გარკვეულწილად თავის დროზე, როდესაც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა გუნდი, უბრალოდ საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება, აი ამ გუნდში, შიგნით ეკონომიკურ გუნდში, სწორედ შემუშავდა ეს კონცეფცია ეგრეთ წოდებული განსახლების თეორია, პროექტი უკაცრავად. შეიძლება თვითონ სიტყვა განსახლება ცუდად ჟღერდეს, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჭკვიანი ქალაქის კონცეფციის საფუძველი. ანუ გულისხმობს იმას, რომ მოსახლეობას არ აქვს მნიშვნელობა, თქვა ბათუმში თუ ჩვენს რეგიონზე ვისაუბრებთ, ბათუმში ცხოვრებს, შუახევში თუ ხულოში, მას ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მან შეძლოს სამუშაო ადგილის პოვნა ქალაქში, იცხოვროს ხულოში და იმუშაოს ბათუმში. აი ეს დაახლოებით ეს პრინციპია. სივრცითი მოწყობა მთლიანად რეგიონის და თქვა მოსახლეობის გადანაწილება აი ამ სივრცეში და მისი თქვა განსახლება, მიგრაციული პროცესების განსაზღვრა თვითონ რეგიონის შიგნით როგორ შეიძლება მოხდეს იმ ეკონომიკური განვითარების კონცეფციის საფუძველზე, რომელიც როგორც მოგახსენეთ, უკვე მუშავდება ჩვენს მიერ და კიდევ უბრალოდ გამორჩა მინდოდა მეთქვა, რომ გარდა ამისა ჩვენ ხელი მოვაწერეთ
მემორანდუმს გაეროს განვითარების პროგრამასთან და თანადაფინანსების ფარგლებში სწორედ გაეროს ექსპერტები ჩაერთვებიან ქალაქ ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში და მინდა გითხრათ, რომ თუ კი მაგალითად ბათუმის ბიუჯეტს 2-დან 3 მილიონ დოლარამდე დოლარზე რო გადავიყვანო დაუждდებოდა, ეხლა ეს დაუждდება 10-ჯერ უფრო იაფი, იმიტომ რომ დაახლოებითი პროპორცია იქნება 1-10, ანუ თუ დაუშვათ ჩვენ ჩავდებით მილიონს, ისინი ჩადებენ გაეროს განვითარების პროგრამა ჩადებს 10 მილიონს და ერთ-ერთი კომპონენტი იქნება სწორედ ურბანული განვითარების სტრატეგიის შემუშავება. ანუ თქვენ ახსენებთ, რომ რაღაც კუთხით მერიას დაწყებული აქვს ამ რა თქმა უნდა, ეს აქტივების უკვე გითხარით ტენდერი დასრულდა და ეს არის საფუძველი სწორედ იმისა, რომ ამ პროექტის შემდეგ ჩვენ პარალელურ რეჟიმში კიდევ ერთხელ ამბობ გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად პარალელურ რეჟიმში დავიწყებთ უკვე ურბანული განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას. მე მინდა გითხრათ, ვიღაცას ილუზია რო არ ქონდეს, ეს არის ძალიან ესეთი შრომატევადი პროცესი კიდევ ერთხელ ამბობ. მე მინდა უბრალოდ მოსახლეობა მიცოდეს კარგად. თუ ჩვენ ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ეს თვითმმართველობა, რომელიც ეხლა არის არჩეული და რომელიც ფუნქციონირებს ეხლა თუ ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენ ამ 3 წლის განმავლობაში კიდევ გვაქვს დარჩენილი 3 წელიწადი, თქვათ ლეგიტიმური ვადა, თუ ჩვენ მოვახერხეთ და შევქმნით ურბანული განვითარების სტრატეგია, მე ვიტყვი, რომ ჩემს დეპუტატობას ტყუილ არ ჩაუვლია. გასაგებია. ბატონო თენგიზ, თქვენ ამბობთ, რომ ამ მხრივ დაწყებული არის მუშაობა, თუმცა ოპოზიციის მხრიდან ხშირად მოდის ბრალდებები. იგივე ბიუჯეტის ნაშთის განხილვა რომ იყო საკრებულოში, თუნდაც ჟილინის თემაზე იყო საუბარი. ოპოზიცია ამბობს, რომ იწყება პროექტები და არ სრულდება. რატომ ხდება ისე, რომ თქვათ დაიწყო რამოდენიმე პროექტი და ჩერდება ფაქტიურად აინტერესებს მოსახლეობას ეს ყველაფერი. რატომ ჩერდება ეს პროექტი? სწორი შეკითხვა და აქცენტი სწორად არის გაკეთებული, ძნელია არ დაგეთანხმოთ, მაგრამ მე მინდა გითხრათ განსხვავება იმ ოპოზიციურ დღევანდელ ოპოზიციურ ფრაქციას და მაშინდელ ხელისუფლებას და ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას შორის. გუშინ საკრებულოს სტომაზე ჩვენ მქონდა ანგარიში 2014 წლის ბიუჯეტის ანგარიში განვიხილეთ, შესრულების ანგარიში და მე მინდა გითხრათ, რომ იმ დასკვნას, რომელიც დადო ჩემმა კომისიამ კონკრეტულად ოპოზიციამაც კი დაუჭირა მხარი. ანუ თუ მათი ხელისუფლების პირობებში მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რამ კი ბატონო რაღაც პოზიტიური გაკეთდა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა. მაინც იდეალურად იყო ყველაფერი, ჩვენ შავზე ვამბობთ, რომ ეს შავია, თეთრზე ვამბობთ, რომ ეს თეთრია. ცხადია, ახლა როცა 34 მილიონიანი ნაშთი გაქვს, არ შეიძლება კარგად შეფასდეს ბიუჯეტის შესრულება. მაგრამ დიახ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ვალდებულებებს, რომლებიც ამ 34 მილიონიდან გარკვეულ პროექტებს ვალდებულების სახით ჰქონდათ გადასული, მე ერთ დასკვნას გეტყვით, ბიუჯეტის საკითხვა ყველამ არ იცის. ბიუჯეტი ასე მარტივად არ იკითხება. შეიძლება რომ ოპოზიციამ კარგად ვერ წაიკითხა. რა თქმა უნდა, ვერ კი არა, არიციან როგორ წაიკითხონ ბიუჯეტი, პირდაპირ გეტყვით. ანუ ფინანსური ნაკადები ეს ასე ხო არა 100 მილიონი დევს და ვიხებთ და ვხარჯავ. ფინანსური ნაკადები მუდმივად შემოდის, გადის სხვადასხვა შემოსავლები და რაღაც პერიოდში მეტი შემოდის, რაღაც პერიოდში ნაკლები შემოდის. მე მოგეხსენებათ ჩვენ ახლა გადავიდით ერთიანი ხაზინის ელექტრონული ხაზინის სისტემაზე და გამკაცრდა კონტროლი სწორედ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ამიტომ როდესაც ჩვენ საუბრობთ 34 მილიონზე, მე მინდა მოსახლეობა მიცოდეს, რომ რეალურად ეგრეთ წოდებული პრობლემური თანხა, ანუ უვალდებულო თანხა დავარქვათ. ამას იყო დაახლოებით 9 მილიონი. ეს არის ბათუმის ბიუჯეტის 2014 წლის ბიუჯეტის დაახლოებით 7%. ანუ პრობლემური თანხა იყო 7%. რა თქმა უნდა, ეს არ არის. დაახლოებით 9-დან 10 მილიონ ლარამდე იყო, ასე ვთქვათ, პრობლემური თანხა, რომლის გარკვეულწილად პროგნოზირება შეიძლებოდა და მე სწორედ დასკვნაში ეს ჩაუწერე, ასე ვთქვათ, მერია. რატო ვერ ხერხდება აი საკრებულოს ხდომებზე ოპოზიციის დარწმუნება მაგ ყველაფერში? არა, მოდით ესე ვთქვათ რა, ოპოზიციის დარწმუნებაზე აქ არ არის ხა ნაციონალური მოძრაობა ამკვიდრებდა პრინციპს და ცდილობს ახლა დაამკვიდროს პრინციპი. ანუ როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, ყველაფერი რასაც თვითონ ამბობდნენ იყო იდეალური და მართალი, ხოლო რასაც ამბობდა ოპოზიცია არ იყო მართალი. ჩვენ შემთხვევაში იგივე ნაციონალური მოძრაობა როცა შემოვიდა კარგი პროგრამით, ჩვენ ქართულმა ოცნებამ დაუჭირეთ მხარე. ასევე იყო ახალ თავისუფალი დემოკრატების შემთხვევაში. ნებისმიერ კარგ პროექტს, ნებისმიერ კარგ პროგრამას, ვისგანაც არ უნდა იყოს ის ინიციირებული, ჩვენ დაუჭერთ მხარს. კიდევ ერთხელ ვამბობ, 6 თვის ბიუჯეტის ანგარიში იყო ჩემი როგორც კომისიის თავმჯდომარისთვის სუპირველი კომისიის ხდომა. ნახეთ მაშინდელი დასკვნა. არ იყო საკმაოდ, ასე ვთქვათ, ნეგატიური დასკვნა დავდე მაშინ, იმიტომ რომ 28 მილიონიანი ნაშთი იყო.
არცთლად სასიამოვნო წასაკითხავია ის დასკვნა, რომელიც ეხლა დაიდო, მაგრამ ეხლა როგორ დასკვნა არის დასკვნა. იქ ითვალისწინება არა მარტო ჩემი აზრი და არა მარტო ხელისუფლების აზრი, არამედ ოპოზიციის აზრი. როდესაც რაღაცას ამბობს ოპოზიცია, თქვა ერთი ან მეორე ან მესამე, სამი ოპოზიციური ფრაქცია გვაქვს, მე რა უფლება მაქვს იმათი შენიშვნა არ ავსახო კომისიის დასკვნაში, ხო? ანუ მით უმეტეს თუ კი ეს არის ტენდენცია. ამიტომ ეს არის სწორედ სხვაობა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ კატასტროფულად ნამდვილად არა, ქალაქ ბათუმი ვითარდება და მე მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდება და ამას ჩვენი მოსახლეობა ნახავს. რაც შეეხება თვითონ უშუალოდ პროექტებს, მე მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო 2.5 წლის განმავლობაში ქალაქ ბათუმში დაახლოებით 2-ზე უფრო მეტჯერ მეტი პროექტზე გაიცა ნებართვა ვიდრე წინა 9 წლის განმავლობაში. ეს დღეს დაახლოებით 200-ზე მეტი პროექტი დევს შესათანხმებელი. სამშენებლო პროექტებზე მაქვს საუბარი, ასე რომ ტყუილა აპელირებენ ჩვენი ოპონენტები და უსაფუძვლო ამათი. მე მათ ურჩევდი გადაშალონ წიგნი და ისწავლონ ბიუჯეტის საკითხი. მაშინ ესეთი შეცდომები არ მოვუვათ და არც თვითონ არ შეიყვანენ თავის თავს შეცდომაში და არც მოსახლეობას. და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ საჯარო დისკუსიაზე ქალაქის მომავალი. რაზე შევთანხმდით, როგორ იქნება ქალაქის ბათუმის სამომავლო იერსახე, როგორ იქნება ქალაქი? მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ზოგადად პრინციპში სტრატეგია ცნობილია, იმიტომ რომ შესაძ კიდევ თქვა ამბობ, თავის დროზე როცა ჩვენი გუნდი მოდიოდა ხელისუფლებაში, ჯერ თქვა ცენტრალურ ხელისუფლებას, შემდეგ ადგილობრივი მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ეხლა თვითმმართველობა, რეალურად ჩვენ ცარიელი ხელით არ მოსულვართ აი ქართული ოცნების საზოგადოებრივი მოძრაობის წიაღში შექმნა რეგიონული განვითარების კონცეპტუალური ხედვა, სტრატეგიების რაღაც ნაწილი შემუშავდა, ასე რომ ჩვენ დაახლოებით ვიცით როგორ იქნება ბათუმი. ბათუმში არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება. პირველი ეს არის ბათუმი არის ძალიან სერიოზული ლოგისტიკური ცენტრი. ეს არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, მეორე ბათუმი არის ტურისტული ცენტრი. ანუ ეს არის მეორე პრიორიტეტული მიმართულება, მესამე ბათუმი არის გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი. ეს არის მესამე ნიშანი, იმიტომ რომ საბანკო სექტორი საკმაოდ კარგად ვითარდება და ანუ ეს ალბათ ძირითადად ეს სამი მიმართულება იქნება, მაგრამ გარდა ამისა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ პარალელურ რეჟიმში გაეროს განვითარების პროგრამაში ვფიქრობთ, იმ მემორანდუმის ფარგლებში ვფიქრობთ შექმნათ პრეცედენტი საქართველოში უშუალოდ პირველი ინდუსტრიული კლასტერის შექმნის. რამდენად გამოგვივა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამისთვის უკვე დონორებთან მუშაობა დაწყებულია, რომ დააფინანსონ ეს პროექტი. დიდი მადლობა ბატონო თენგიზ. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო თენგიზ აფხაზავა, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე. განვაგრძობთ გამოშვებას.